ჭეშმარიტსა ქადაგსა კეთილმსახურებისასა და გამოუთქმელთა საიდუმლოთა რიტორსა, ვარსკვლავსა ეკლესიისასა საღვთოსა ლუკას, შევახმიდეთ, რამე თუ სიტყვა მან გამოაჩინა იგი პავლეს თანაბრძნისა წარმართთა მოწყვლად, ხოლო მან რომელმან უწყნის გულთა შინანი. ამინ. დღეს ახალი სტილით 31 ოქტომბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოციქულსა და მახარებელ ლუკას, წმინდა მოწამე მარინის, ხირს იულიანეს. წმინდა მოციქული ლუკა პროფესიით ექიმი იყო. იგი ანტიოქიაში დაიბადა, ქრისტეს შესახებ რომ გაიგო, პალესტინაში ჩავიდა და თავად უფლისგან შეიცნო ჭეშმარიტი სარწმუნოება. მალე იგი ხირსი გახდა უფლის 70 მოციქულს შორის შერეცხულიყო. ისიც ქადაგებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას და მოუწოდებდა ხალხს შეეცნო იესოს ღვთაებრიობა. მაცხოვრის სამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებში ლუკა იერუსალიმში იმყოფებოდა. წმინდა გარდამოცემის მიხედვით მკვდრეთით აღმდგარი იესო სწორედ ემაუსში მიმავალ ლუკას და კლეობას გამოეცხადა. უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სული წმინდის გარდამოსვლის შემდეგ ლუკა მახარებელი ცოტა ხანს იერუსალიმში დარჩა. შემდეგ კი თავის სამშობლოს მიაშურა. გზად მან ღვთის სიტყვა იქადაგა ქალაქ სელვივიაში, სადაც დაბრძანებული იყო წმინდა იოანე ნათლისმცემლის უხსნელი ნაწილები. მან გამოითხოვა უფლის წინამორბედის მარჯვენა ხელი და ამ ფასდაუდებელი საუნჯით ჩავიდა ანტიოქიაში, საიდანაც მხოლოდ მას შემდეგ გაემგზავრა, როცა წმინდა პავლე მოციქულის თანამგზავრი და თანამოღვაწე გახდა. ისინი საბერძნეთს გაემგზავრნენ, სადაც პავლემ მაკედონიის ქალაქ ფილიპეში დატოვა ლუკა მორწმუნეთა განსამტკიცებლად. რამდენიმე ხნის შემდეგ წმინდა მოციქულებმა მრავალი ადგილი მოიარეს ღვთის სიტყვის ქადაგებით. წმინდა ლუკა პავლეს გვერდით დარჩა მაშინაც, როცა იგი ყველა თანაშემწემ მიეძღვნა. მოციქულთა თავის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმინდა ლუკამ რომი დატოვა და ქადაგებით მოიარა აქაია, ლიბაია, ეგვიპტე და სხვა ქვეყნები. ამ ქვეყნიური ცხოვრება მან მოწამეობრივი ღვაწლით დაასრულა ქალაქ თებეში. გარდამოცემის მიხედვით წმინდა მოციქული ღვთისმშობლის პირველი ხატების დამწერიცა. მასვე ეკუთვნის თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხატებიც და გადმოცემა როგორც გვამცნობს აწყურის ხოლო წმინდა ღვთისმშობლის გამოსახულება. სახარება ლუკამ დაწერა რომში წმინდა პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით. მასვე ეკუთვნის საქმე მოციქულთა, რომელიც მოგვითხრობს მაცხოვრის ამაღლების შემდეგ წმინდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე. წმინდა ლუკა მოციქულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ მისი პატიოსანი სხეული თებეში დაკრძალეს. იქ უამრავი კურნება და სხვა სასწაული აღესრულა. მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში წმინდანის ნეშტი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, სადაც ზღვის სანაპიროდან ტაძრისკენ მსვლელობისას ლუკა მახარებლის წმინდა ნაწილისგან ასეთი სასწაულიც აღესრულა. ვინმე საჭურისი ანატოლი უკურნებელი სენით დაავადდა. მან დინძალი სიმდიდრე დაახარჯა მკურნალებს, მაგრამ ვერაფერს გახდა. მისი უკანასკნელი იმედი წმინდა ლუკა მოციქული იყო. მისი წმინდა ნაწილების გადასვენებისას რწმენით შესთხოვდა მახარებელს სასწაულებრივ განკურნებას. ის წმინდა ნაწილებიან ლუსკუმას მიუახლოვდა და მის მტვირთოლს დაეხმარა. როგორც კი რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ლუსკუმასთან ერთად, მეხსეულად განიკურნა სნეული. წმინდა ლუკა მახარებლის ნეშტი წმინდა ანდრია პირველწოდებულის და ტიმოთე მოციქულების გვერდით დაასაფლავეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. წმინდა მოციქული და მახარებელი ლუკა გახლავთ მფარველი წმინდანი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრისა, ნინო წმინდისა და საგარეჯოს მთავარეპისკოპოს ლუკასი. ვულოცავთ მაღალყოვლად უსამყუდელოეს მეუფეს ანგელოზის დღეს და ვუსურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს. წმინდა მოციქული ლუკა ეწეოდეს მას ღვთივსათნო საქმიანობაში.